2025 წლის გაზაფხულის ბუნიობა. ენერგეტიკული გავლენა, რჩევები და რიტუალები. 2025 წლის გაზაფხულის ბუნიობა. ვერნალური ეკვინოქსი. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 20 მარტს მოხდება. ეს არის მომენტი, როდესაც მზე ეკვატორის პირდაპირ ზემოთ იმყოფება, რის შედეგადაც დღისა და ღამის ხანგრძლივობა თანაბარი ხდება. ასტროლოგიურად ეს ნიშნავს მზის, ვერძის ნიშანში გადასვლას, რაც ასტროლოგიური წლის დასაწყისს აღნიშნავს. ეს დღე სიმბოლურად და ენერგეტიკულად წარმოადგენს ახალი ეტაპის, განახლებისა და ახალი შესაძლებლობების კარის გახსნას. გაზაფხულის ბუნიობა ნიშნავს, რომ მზე თევზებიდან ვერძში გადადის. ვერძი არის ცეცხლის ნიშანი, რაც სიმბოლურად ნიშნავს ახალი დასაწყისების ენერგიას, მეტ მოტივაციას, სითამამეს და ძალას, აქტიურობას და ინიციატივის გამოჩენას. თუ ზამთრის პერიოდი უფრო შინაგან მუშაობას და ინტროსპექციას ეძღვნებოდა, გაზაფხულის ბუნიობა ფიზიკური და ენერგეტიკული აქტივაციის დრო არის. გარდა ცეცხლის ენერგიის გააქტიურებისა, ამ დღეს დედამიწაზე ენერგეტიკული ველები ჰარმონიზდება. ეს ბუნებრივი ფენომენი აძლიერებს ბუნებასთან კავშირის შეგრძნებას, ენერგიის დაბალანსებას და განახლებას, ქვეცნობიერის გაწმენდას და რეალიზებას. ეს არის იდეალური დრო, რომ გამთავისუფლდეთ ძველი ენერგიებისგან და ახალი ცხოვრების ციკლი დავიწყოთ. ყველაზე ძლიერი პოზიტიური გავლენა ექნებათ ვერძს, ლომს და მშვილდოსანს, მძლავრი ენერგეტიკული იმპულსი, მეტი მოქმედების ძალა და ახალი შესაძლებლობები აქტიურდება. ტყუპებს და მერწყულებს სოციალური აქტიურობა, შანსი კავშირების გაღრმავებისთვის ეძლევათ. ნეიტრალური, მაგრამ მნიშვნელოვანი პერიოდია კურო, ქალწული და თხის რგებისთვის. საჭირო იქნება მეტი მოთმინება და ახალი ენერგიების მიღება. გამოწვევებისა და სიფრთხილის წინაშე განან კირჩხიბები, მორიელები და თევზები. შესაძლოა ემოციური დაბნეულობა და ძველი საკითხების ამოტივტივებას ჰქონდეს ადგილი. სასწორისთვის საჭირო იქნება გადაწყვეტილებების მიღება და წონასწორობის შენარჩუნება. აუცილებელია ამ დღეს გაასუფთავოთ სახლი, რადგან ეს დღე იდეალურია ენერგეტიკული დეტოქსისთვის. მოაშორეთ ძველი ნივთები, მტვერი, დაუმთავრებელი საქმეები დაასრულეთ. გაატარეთ სუფთა ენერგია სახლში, შეგიძლიათ სალბით, საკმევლით ან სანთლებით გაწმინდოთ სივრცე. ასევე თქვენ შეგიძლიათ სურვილების დაფიქსირება და მიზნის დასახვა. დაწერეთ ახალი სურვილები და მიზნები, რომლებიც ამ კონკრეტული წლის განმავლობაში გსურთ განახორციელოთ. ჩაიფიქრეთ პირადი ტრანსფორმაცია და ახალი შესაძლებლობები. გაატარეთ დრო ბუნებაში, იარეთ ტყეში, პარკში ან გარე სივრცეში. სასურველია მიიღოთ მზის აბაზანა, რათა გაზაფხულის ენერგიის შეწოვა მოხდეს თქვენს აურაში. მედიტაცია. დაგეხმარებათ, რომ კონცენტრირდეთ გულის ჩაკრაზე და შეიგრძენით ახალი ციკლის ენერგია. შეგიძლიათ საინტერესო ბგერები და მანტრები გამოიყენოთ ენერგიის გასაძლიერებლად. გაზაფხულის ბუნიობა ეს არის ახალი იდეების, ბიზნესის, ურთიერთობებისა და შემოქმედებითი პროექტების დაწყებისთვის იდეალური პერიოდი. გასწავლით რიტუალს გაზაფხულის ბუნიობისთვის. ეს ენერგეტიკული რიტუალი დაგეხმარებათ, რომ განახლებას და ახალ ციკლს გაუხსნათ კარები. საჭირო ნივთები. ეს არის ერთი თეთრი სანთელი სიწმინდისთვის, ერთი წითელი სანთელი ცეცხლის ენერგიის გასააქტიურებლად, ერთი ფურცელი და კალამი, ყვავილები ან მცენარეები. სასურველია იყოს ცოცხალი მცენარეები. ასევე დაგჭირდებათ პატარა თასი წყლით. გაასუფთავეთ სივრცე. შეგიძლიათ დაანთოთ საკმეველი. სანთლების ანთების დროს ჯერ აანთეთ თეთრი სანთელი, წარსულის გასათავისუფლებად. შემდგომ წითელი სანთელი, ახალი ენერგიის მისაღებად. ასევე ჩამოწერეთ სურვილები ფურცელზე, თქვენი მიზნები და ასევე თქვენი ოცნებები.
წყლის თასთან ილაპარაკეთ. დაიჭირეთ წყლის თასი ხელში და ხმამაღლა წარმოთქვით შემდეგი სიტყვები. ვუშვებ ყველა ბარიერს და ვიღებ ახალ შესაძლებლობებს. ჩემი ენერგია სუფთაა და მე ვდგამ ნაბიჯებს წინ. წყალი დაღვარეთ რიტუალის შემდგომ მიწაზე. ან გადით გარეთ და აუცილებლად მიწაზე უნდა მოხდეს წყლის დაღვრა. ან შეგიძლიათ მცენარეს დაუსხათ, რაც ნიშნავს ძველი ენერგიის გათავისუფლებას და ახალი სიცოცხლის მიღებას. სანთლების ჩაქრობა და მადლიერების გამოხატვა აუცილებელია. სანამ სანთლებს ჩააქრობთ, თქვით მადლობა. მადლობა გადაუხადეთ სამყაროს, ღმერთს, დედამიწას, საკუთარ ძალასა და სულს. 2025 წლის გაზაფხულის ბუნიობა არის ძლიერი ენერგეტიკული, გარდამავალი პერიოდი. ეს არის დრო, როცა სამყაროს კარები იხსნება და ახალ შესაძლებლობებს გთავაზობთ. გამოიყენეთ ეს პერიოდი ენერგიის გასაწმენდად, ახალი მიზნების დასახვისთვის და ცვლილებების მისაღებად. იყავით ბუნებასთან ჰარმონიაში. გაასუფთავეთ შინაგანი სივრცე და მიიღეთ ახალი ციკლის ენერგია. გახსენით ახალი შესაძლებლობებისთვის თქვენი კარი და გაუშვით ის, რაც აღარ გემსახურებათ. ეს არის თქვენი ახალი დასაწყისი. იყავით გაბედული, იწამეთ საკუთარი ძალა და შეიმეცნეთ ახალი შესაძლებლობები.